სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 250-ზე მეტი სოფლის კრება და კონსულტაცია ჩატარდა, სადაც მოქალაქეებმა თავად აირჩიეს პრიორიტეტები და განსახორციელებელი პროექტები. რეგიონში პროგრამის ბიუჯეტი 7 მილიონ ლარამდეა. შეხვედრებს მარტვილის სოფელ ინჩხურასა და აბაშის სოფელ ონტოფოში სახელმწიფო რწმუნებული დაესწრო. საკონსულტაციო შეხვედრები რეგიონის მუნიციპალიტეტებში ყველა სოფელში უნდა გაიმართოს. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ჩვენს რეგიონში უკვე ჩავატარეთ 250-ზე მეტი სოფლის კრება და კონსულტაცია, სადაც მოქალაქეებმა თავად აირჩიეს პრიორიტეტები და განსახორციელებელი პროექტები. პროგრამის ბიუჯეტი ჩვენს რეგიონში 7 მილიონ ლარამდეა. ეს არის კარგი შესაძლებლობა არა მხოლოდ ამ პროექტისათვის, არამედ სხვა საჭიროებების გამოსავლენადაც. განხორციელდა 54 შეხვედრა და 20 კონსულტაცია მოსახლეობასთან. ჩვენმა მოქალაქეებმა თვითონ აარჩიეს, თვითონ შეარჩიეს საჭიროებები, ის პროექტები, მისი დაფინანსებაც არის შესაძლებელი და რაც მათ სურთ რომ განხორციელდეს ჩვენს მუნიციპალიტეტის თითოეულ სოფელში. თვითონ ხალხი, თვითონ სოფელი ირჩევს და თანაც არჩევენ საკითხს უპირველესი რა არის გასაკეთებელი. ესაა აქ მთავარი და მნიშვნელოვანი, რომ ხალხის სოფლის სურვილებია გათვალისწინებული და ირჩევა მხოლოდ პრობლემების საკითხები.